ტრამპმა უარყო თეირანის მიერ გაგზავნილი პასუხი და დააყენა ისლამური რევოლუციური გვარდია მძიმე სამხედრო მზადყოფნაში. ამ ორშაბათს 2026 წლის 11 მაისს კრიზისი გამწვავდა მას შემდეგ, რაც ირანმა პაკისტანის მეშვეობით უპასუხა შეერთებული შტატების წინადადებას. მოითხოვა ომის დასრულება, სანქციების მოხსნა, ფინანსური კომპენსაციები, გაყინული აქტივების გათავისუფლება და გარანტიები ახალი თავდასხმების წინააღმდეგ. ტრამპის რეაქცია მკაცრი იყო. ირანის პასუხი მიუღებლად ჩაითვალა. და სწორედ აქაა ფაქტი, რომელიც თეირანის წინააღმდეგ მუშაობს, რადგან თეთრმა სახმა ეს გზავნილი სერიოზულ დიპლომატიად არ ჩათვალა, არამედ დროის მოგების მცდელობად. იმ დროს, როცა ისლამური რევოლუციური გვარდია ცდილობს შეინარჩუნოს სტრუქტურა, რომელიც უკვე ზეწოლის ქვეშაა თავდასხმების, სანქციებისა და რეგიონული იზოლაციის გამო. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ არხზე უნდა გამოიწერო, რომ ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, მილსონ ალუესის სანდოობის სტანდარტით. თეირანი დაუყოვნებლივ შემსუბუქებას ითხოვს, დაბლოკილი ფულის განთავისუფლებას, სამხედრო ზეწოლის დასრულებას და სურს, რომ შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა არ განაახლონ შეტევები მის სტრატეგიულ ობიექტებზე. პრობლემა ისაა, რომ ტრამპმა ამ თამაშში შესვლას არ დათანხმდა. ამერიკული გზავნილი ნათელი იყო. შეთანხმება მხოლოდ რეჟიმის სახის გადასარჩენად არ იქნება. ძირითადი მოთხოვნა უცვლელია. ირანს უნდა შეეზღუდოს ბირთვული საშიში შესაძლებლობების შენარჩუნება, მათ შორის ურანის გამდიდრების კონტროლი და ობიექტები, რომლებიც ვაშინგტონსა და ისრაელს პირდაპირ საფრთხედ მიაჩნიათ. ისლამური რევოლუციური გვარდია პანიკაში ჩავარდა, რადგან დონალდ ტრამპის პასუხმა თეირანს წაართვა მთავარი ინსტრუმენტი, რომელსაც რეჟიმი ბოლო დროებში იყენებდა, მოლაპარაკებას როგორც ფარს. მიუხედავად იმისა, რომ ისლამური რესპუბლიკა ომის დასრულებაზე საუბრობდა, მედიაში კვლავ ჩნდებოდა ცნობები დრონებზე, სპარსეთის ყურის რეგიონებზე თავდასხმებზე და კომერციულ გემებზე ზეწოლაზე. ფაქტობრივად რეჟიმმა სცადა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და შვება მოითხოვა. ამავე დროს კი თავისი დაშინების მანქანა აქტიურ რეჟიმში დატოვა. ტრამპისთვის ეს კიდევ უფრო ამყარებდა მოსაზრებას, რომ ირანი კვლავ იმავე ძველ ტაქტიკას იყენებდა, აჭიანურებდა მოლაპარაკებებს, ითხოვდა დათმობებს და ინარჩუნებდა თავის მუქარის ბერკეტებს. ამერიკული მხრიდან უარი მხოლოდ მკაცრი ფრაზით არ შემოიფარგლა, მას სამხედრო სიგნალიც მოჰყვა. შეერთებული შტატების და ისრაელის თავდაცვის ძალები განიხილავენ შემდეგ ნაბიჯებს ისლამური რევოლუციური გვარდიის პოზიციების წინების წინააღმდეგ, მაშინ როცა ნეთანიაჰუ თავს იკავებს სამხედრო გეგმების საჯაროდ გამჟავნებისგან. ეს გააზრებული სიჩუმე ზეწოლის ნაწილად იქცა და სწორედ ეს არის ის მომენტი, რომელიც ირანის ხელმძღვანელობას აშინებს. ტრამპი რეჟიმს არ აძლევს იმის კომფორტს, რომ იცოდეს, სად, როდის და როგორ შეიძლება მოვიდეს პასუხი. რეგიონული გავლენაც შეიცვალა. საუდის არაბეთმა დაგმო თავდასხმები არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე, ყატარსა და ქუვეითზე, ხოლო სხვა არაბულმა ქვეყნებმა ირანის ქმედებების წინააღმდეგ სოლიდარობა გააძლიერეს. ეს რეაქცია მნიშვნელოვანია, რადგან კრიზისი უკვე აღარ ჩანს მხოლოდ როგორც დაპირისპირება ვაშინგტონს, ისრაელსა და თეირანს შორის. ისლამური რევოლუციური გვარდიის ქცევა პირდაპირ აწუხებს სპარსეთის ყურის ქვეყნების მთავრობებს, რომლებიც დრონებში, მუქარებსა და საზღვაო არასტაბილურობაში საფრთხეს ხედავენ საკუთარი პორტებისთვის, აეროპორტებისთვის და ენერგორესურსების მარშრუტებისთვის. ირანს სურდა ძლიერი გამოჩენილიყო, მაგრამ საბოლოოდ საკუთარ თავზე მეტი ზეწოლა მოიზიდა. აშეშის წინადადებამ თეირანი კუთხეში მიაყენა, რადგან საუბარი არ იყო მხოლოდ დროებით შეჩერებაზე. საერთაშორისო მედიის ცნობით ვაშინგტონი ცდილობდა მემორანდუმის მიღწევას, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამაზე მკაცრ შეზღუდვებს და 20 წლიან მორატორიუმს ითვალისწინებდა. გამდიდრების შეჩერება, მაღალგამდიდრებული ურანის გაყვანა და მბრძნობიარე ბირთვული ობიექტების დემონტაჟი. ისლამური რევოლუციური გვარდიისთვის ეს ნიშნავს რეჟიმის სტრატეგიული გულის დაკარგვას. დონალდ ტრამპისთვის კი სწორედ ეს არის მიზანი. ირანს არ მისცეს საშუალება მოლაპარაკებები გამოიყენოს იმავე აპარატის დასაცავად, რომელიც ისრაელს ემუქრება. ზეწოლას ახდენს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე და აძლიერებს თავის შეიარაღებულ მოკავშირეებს რეგიონში. ირანის პასუხმა კიდევ სცადა ნარატივის შეცვლა. თეირანმა განაცხადა, რომ ამერიკული წინადადება უარყო, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა უკვე უარყო ირანის პასუხი. ეს დეტალი აჩვენებს კულისებში მიმდინარე ბრძოლას. რეჟიმს სჭირდება შიდა აუდიტორიისთვის თქვას, რომ არ დამცირებულა, არ არის კუთხეში მიმწყდეული და ჯერ კიდევ თავად აყენებს პაკენებს პირობებს. მაგრამ მოვლენების თანმიმდევრობა ამ ვერსიის წინააღმდეგ მეტყველებს. ეს წინადადება პაკისტანის გავლით გაიგზავნა, ვაშინგტონში ჩავიდა, შეფასდა და საბოლოოდ უარყოფილი იქნა. რეჟიმი შეიძლება შეეცადოს თავის მხარდამჭერებს გამარჯვება გამოუცხადოს. მაგრამ ამერიკის უარმა გამოავლინა მოლაპარაკების სისუსტე, რომელშიც თეირანმა მოითხოვა შეღავათი, მაგრამ არ უზრუნველყო რეალური დემონტაჟი, რასაც შეერთებული შტატები ითხოვდა.
დაგეგმილი შეხვედრა დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის ასევე ამ სურათში ჯდება. ვაშინგტონი ცდილობს ჩინეთზე ზეწოლას მოახდინოს მისი ეკონომიკური ურთიერთობის გამო ირანთან. განსაკუთრებით ნავთობის შესყიდვები და არაპირდაპირი მხარდაჭერა, რაც თეირანს სანქციების მიუხედავად სუნთქვის საშუალებას აძლევს. ეს საკითხი კრიზისს ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთაც აფართოებს. ტრამპი ისლამური რევოლუციური გვარდიისკენ იყურება, მაგრამ ასევე მიზანში იღებს გარეკსელებს, რომლებიც რეჟიმს ამაგრებს. თუ პეკინი თეირანს ეკონომიკურ ჟანგბადს კვლავ მიაწვდის, თეთრი სახლი ამ პრობლემას უფრო დიდი დაპირისპირების ნაწილად შეიძლება განიხილოს. ნეთანიახუმ ასევე ახალი ნაბიჯი გადადგა, როცა დაიცვა აზრი, რომ ისრაელმა მომდევნო 10 წლეულის განმავლობაში ნულამდე უნდა შეამციროს ასეთა შეჯოსგან მიღებული სამხედრო ფინანსური დახმარება. ეს განცხადება ალიანსს არ ასუსტებს. ეს აძლიერებს იდეას უფრო მტკიცე, უფრო სტრატეგიული პარტნიორობისა, რომელიც ნაკლებად არის დამოკიდებული ვაშინგტონის პოლიტიკურ რიტორიკაზე. ისრაელი სულ საჩვენოს, რომ გააგრძელებს ყიდვას, თანამშრომლობას, ტექნოლოგიების გაცვლას და მოქმედებას შეერთებული შტატების გვერდით, მაგრამ ისე, რომ არ ჩანდეს წლიური დახმარების მძევლად. ირანთან მწვავე კრიზისის ფონზე ეს გზავნილი თეირანს აჩვენებს, რომ შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის პარტნიორობა მხოლოდ ფულზე არ არის დამოკიდებული. ის დამოკიდებულია საერთო საფრთხეზე, გაზიარებულ დაზვერვაზე და პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. ისტორია აჩვენებს, რატომ აქვს რეალური მნიშვნელობა იმას, რომ ტრამპი უარს ამბობს ირანთან სუსტ შეთანხმებაზე. 1991 წელს ისრაელმა გაანადგურა ბაგდადის მახლობლად მდებარე ერაყის ოზირაკის ბირთვული რეაქტორი, რადგან მიაჩნდა, რომ ზედმეტად დიდხანს ლოდინი შემდგომში უკონტროლო საფრთხეს შექმნიდა. ოპერაცია იმ დროს ბევრმა მთავრობამ გააკრიტიკა, მაგრამ ის დარჩა პრევენციული ქმედების მაგალითად. როდესაც ბირთვული საფრთხე დიპლომატიური განცხადებების ფონზე იზრდება, 2007 წელს ისრაელმა კვლავ იმოქმედა სირიაში ეჭვმიტანილი რეაქტორის წინააღმდეგ. ისრაელი კვლავ იმოქმედა სირიაში ეჭვმიტანილი რეაქტორის წინააღმდეგ, რომელიც შემდეგ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომაც საეჭვო ობიექტად მიიჩნია. გაკვეთილი დონალდ ტრამპისთვის და ბენიამინ ნეთანიაუსთვის პირდაპირია. როდესაც მტრული რეჟიმები მოლაპარაკებებს დროის მოსაგებად იყენებენ, მოქმედების ფანჯარა შეიძლება სწრაფად დაიხუროს. ლიბიასთან კონტრასტით დაგვეხმარება გავიგოთ განსხვავება ისრაელის მიერ ეჭვმიტანილ რეაქტორზე მოქმედებასა და სირიაში ეჭვმიტანილ რეაქტორზე. 2003 წელს ლიბიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამებს დატოვებდა და პროცესს საერთაშორისო შემოწმებისთვის გახსნიდა. ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები, ინსპექციები და სანქციების შემსუბუქება. ლიბიის შემთხვევას იმიტომ იხსენებენ, რომ მან მარტივი ლოგიკა აჩვენა. პირველად მოდის კონკრეტული დათმობა, შემდეგ კი დიპლომატიური ჯილდო. ირანი ცდილობს საპირისპირო გზით წავიდეს. ის ითხოვს სანქციების დასრულებას, თანხების გათავისუფლებას, სამხედრო გარანტიებს და პოლიტიკურ უპირატესობას მანამდე, სანამ ძირითად დემონტაჟს განახორციელებს. სწორედ ამიტომ ტრამპმა უარი თქვა. სხვა ქვეყნებიც აჩვენებენ, რომ ზეწოლის ქვეშ მყოფი რეჟიმები უკან იხევენ, როცა ხვდებიან, რომ წინააღმდეგობის გაწევის ფასი უფრო მაღალია ვიდრე დათმობის. ჩრდილოეთ კორეა 10 წლეულების განმავლობაში სწორედ იმიტომ გადარჩა, რომ დროს იგებდა, მოლაპარაკებებს აწარმოებდა, აჩერებდა, აღადგენდა, იმუქრებოდა და მოლაპარაკების მაგიდას უბრუნდებოდა ყოველთვის, როცა შრება სჭირდებოდა. ბაშარ ალ-ასადის სირია მალავდა სენსიტიურ საქმიანობას, მანამ სანამ დარტყმას არ მიიღებდა და შემდეგ მოუწია ცხოვრება საერთაშორისო ეჭქვეშ მრავალი წლის განმავლობაში. ირანი ამ სცენარს კარგად იცნობს. განსხვავება ახლა ისაა, რომ დონალდ ტრამპი ცდილობს ყველა გამოსავალი ერთდროულად დახუროს. ის უარყოფს სუსტ შეთანხმებას, სამხედრო ზეწოლას ახორციელებს თეირანზე, ესაუბრება ისრაელს, მოთხოვნებს უყენებს ჩინეთს და სულ უფრო მეტად აღიზიანებს სპარსეთის ყურის ქვეყნებს, ისვეყნებს ისლამური რევოლუციური გვარდიის გამო. შემდეგი ნაბიჯი თეირანზეა დამოკიდებული. თუ ისლამური რესპუბლიკა დაჟინებით მოითხოვს დათმობებს პარლამენტის ბირთვის გადაცემის გარეშე, ეს ზრდის ესკალაციის შანსს. თუ ის დიპლომატიურ კაპიტულაციას რეალურად მიიღებს, ისლამური რევოლუციური გვარდია შიგნიდან დაკარგავს ძალაუფლებას, ამიტომ პანიკა ასე აშკარად ჩანს. ნებისმიერი გზა აზიანებს რეჟიმს. ტრამპის უარმა მარტივი გამოსავალი, მოჭრა, ისრაელთან კოორდინაცია, საფრთხეს აერში ტოვებს, არაბული ზეწოლა რეგიონულ სივრცეს ამცირებს და ჩინეთზე ზეწოლა ფინანსურ ინტერესებს აზიანებს. მე ვარ მილსონ ალვესი ნიუსი და ჩემი მიზანი არის ის, რომ ყოველდღეს სიმართლით კარგად ინფორმირებული გყავდე. სიახლეების ბულები ვიდეო სახწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ მილსონ ალვესის საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტად ჩაერთო.